მელიქიშვილის გამზირზე ვიმყოფებით, სადაც მოვყვებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და ასევე ლექტორებისა და პროფესორების საპროტესტო მარშს. ეს არის სოლიდარობის აქცია დაკავებული პირების მიმართ, კონკრეტულად 2 თებერვალს დააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოპოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი მამუკა კომახია და ასევე ამავე ფაკულტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კუტუბიძე საპროტესტო აქციის მსვლელობისას გუშინ შინაგანსა სამინისტროს ცნობით ჯამში 31 პირი არის დაკავებული საპროტესტო აქციების ფარგლებში, მათგან უმრავლესობა ხელწერილი საფუძველზე არის გათავისუფლებული. სისხლის სამართლის კოდექსით არც ერთი პირი არ არის დაკავებული და მათ შორის არც ეს 2 პირი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს და ლექტორს წარმოადგენენ. ისინი 173 მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს. აქ შეკრებილი მოქალაქეების და როგორც ლექტორის, ასევე სტუდენტის მხარდამჭერები, მეგობრების და ოჯახის წევრების, ასევე სტუდენტების განცხადებით, მათ არაფერი დაუშავებიათ საპროტესტო მსვლელობისას. უშუალოდ სანაპიროზე მიმდინარე მსვლელობისას დააკავეს 2 მათგანი და გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში. შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც ახლა სოლიდარობის მარშს მართავენ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით, აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ასევე ყველა იმ დაკავებულ პირს, რომელიც დაკავებულია საპროტესტო აქციების განმავლობაში 28 ნოემბრიდან დღემდე, ასევე იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დააკავეს ეგრეთ წოდებული გამჭრელობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების მსვლელობისას და მათ დამიც არის აღძრული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი. მოქალაქეები ასევე გმობენ იმ ფაქტს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ დრომდე კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებია არც საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და არც მათ შორის სტუდენტებისა თუ ლექტორების დაკავებასთან დაკავშირებით. მათ შორის გარდა ნიკოლოზ კუტუბიძისა და მამუკა კომახიასი დაკავებულთა შორის არის მოძრაობა დაფიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვია ცეცხლაძეც. პროცესების შეფასებას ალბათ ყველაზე მარტივად შევძლებთ 2 სიტყვით, ეს არის რეპრესიების მცდელობა, დაშინების მცდელობა და ამ დაშინებამ უკვე შემოაღწია უნივერსიტეტის არ მხოლოდ ეზოში, არამედ აუდიტორიებში, სადაც ფაქტობრივად აი გაგანია საგამოცდო პერიოდში ერთი მხრივ ჩვენი კოლეგა მამუკა კომახია, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი სტუდენტი ნიკოლოზ კუტუბიძე გუშინ სრულად უკანონოდ ყოველგვარი მტკიცებულებების, დანაშაულის ან კანონდარღვევების დადასტურების გარეშე დააპატიმრეს და წაიყვანეს. არც ერთი მათგანი შეგვიძლია და იმედია ამის ვიდეო კადრებიც გავრცელდება. არც ერთი მათგანი არათუ კანონს არ აღებდა, გზაზეც კი არ გადასულა, პოლიციის მიერ მითითებულ სივრცეში რჩებოდა და ისე მოძრაობდა. 2 მათგანი დააპატიმრეს, თუმცა ისინი არ არიან გამონაკლისი, რეჟიმს უკვე ყავს ათეულობით პატიმარი პოლიტიკური ნიშნით და ეს ერთადერთი ემსახურება, რომ აი ეს საპროტესტო მუხტი, რომელიც ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციის შეჩერებას და გაყალბებულ არჩევნებს უკავშირდება, ეს მუხტი რამენაირად ჩაახშო. დღევანდელი გაჟღერებული კანონიც იმას ემსახურება, რომ სტუდენტებს შეეშინდეთ ან აღარ გააგრძელონ თუნდაც უნივერსიტეტის კედლებში შიგნით პროტესტი, თუმცა ამ ყველაფერს ვერ ჩაახშოვენ, ეს ხო ბუნებრივი მომენტია. თან ამავდროულად ვფიქრობ იმას, რომ ეძებენ ჯერ კიდევ ლიდერს, ვინც მართავს ამ პროცესს და მართლა გულწრფელად ვამბობ იმას, რომ ანუ ამ პროცესს ხო ლიდერი არ ხავს, ანუ ეს არის ბუნებრივი მომენტი. სტუდენტებს ვერავინ ვერ უკარნახებს მართლა რომ რაღაც გააკეთონ რა და ის რომ სტუდენტები მართლა თავისი სურვილით და ნებით გამოდიან და აპროტესტებენ ამ ყველაფერს, ანუ რამდენიც არ უნდა დააკავონ ესე უმიზეზოდ და რასაჭიროებიც არ უნდა მიუსაჯონ, ანუ პირიქით უფრო და უფრო მეტი სტუდენტი გამოვა და პირიქით ანუ ამით სტუდენტურ მოძრაობებს კიდევ უფრო აღვიძებენ, ხო, იმიტომ რომ შეუძლებელია ხა იმ ლექტორის სტუდენტები გარეთ არ გამოვიდნენ და იმ დაკავებული სტუდენტების მეგობრები არ გამოვიდნენ დღეს აქ და სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი სოლიდარობის შეკრება და მარში და ფაქტი არის, აშკარა არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს თავისი საცეცები შემოიტანოს უნივერსიტეტში. ეს უკვე წლებია ასე მიმდინარეობს სამწუხაროდ და ჩვენი მოწოდება მათ შორის ეხება ბუნებრივი უნივერსიტეტს. ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს პროცესი მიმდინარეობს უკვე უნივერსიტეტში. ჩვენ გვინდა რა რომ ხელისუფლება გავიდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის ავტონომიური ინსტიტუცია და ეს უნდა იყოს აუცილებლად ხალხის და საკუთრივ სტუდენტების სამსახურში უნივერსიტეტი. ამგვარად დღეს ჩვენ ხედავთ რეალურად იმას, რომ სახელმწიფო არის შემოსული უნივერსიტეტში, კონკრეტულად კი სუსი არის შემოსული უნივერსიტეტში, მათ შორის რექტორი ნიშნება სუსის პირდაპირ დაკვეთით და მითითებებით და ეს პროცესი უნდა გაჯანსაღდეს და რეალურად მათ შორის უნივერსიტეტის გაჯანსაღება მომდინარეობს ისევ და ისევ არჩევნებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი იარაღი, ეს არის არჩევნები, თუმცა შეიძლება რომ დემოკრატიულ ქვეყანა ავაშენოთ. დემოკრატიულ ქვეყანა იმთავითი არის საწინდარი მათ შორის დემოკრატიული საგამართლებლო სისტემის.
უკვე 62-ე დღეა, რაც საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც, სადაც მათ საგამართლო დაწესებულების შენობა ფაქტობრივად საპროტესტო კერად აქვთ გადაქცეული ახლა და იქ მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ასევე პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც დააკავეს ამ საპროტესტო აქციების განმავლობაში და ასევე მოითხოვენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საბოლოოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ოფიციალურად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ადმინისტრაცია არანაირად არ გამოხმაურებია არც საქართველოში მიმდინარე პროცესებს და არც დაკავებულთა ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, მათ შორის არც თავიანთ სტუდენტების დაკავებასთან დაკავშირებით არ განუმარტავთ რაიმე ადმინისტრაციაში და სწორედ ესეც არის იქ შეკრებილთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი. აი ამ წუთებში ჩვენ უკვე ვიმყოფებით კოსტავას ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები აგრძელებენ მსვლელობას რუსთაველის გამზირის მიმართულებით, როგორც გითხარით, უკვე 62-ე დღეა იქ მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, განაგრძობენ პროტესტს აქ შეკრებილ მოქალაქეებს, რომელთა შორის არიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ მოქალაქეებს, მიიჩნევენ, რომ მათ შორის დღეს ქართული ოცნების მიერ დანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იქნება რეპრესიული და მათი შეფასებით ეს საპროტესტო მუხტის ჩახშობას ემსახურება. ხედავთ, რომ ახლა ბანერები უჭირავთ ხელში მოქალაქეებს და ამ ფორმით ისინი განაგრძობენ პროტესტს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც ყოველდღიურ აქციას შემოერთდებიან.